ზოგ ადამიანს ვგონი ვარ ძალიან ოპტიმისტი, ზოგს შეშლილი, ზოგს სულელი. იმის გამო, რომ მე იოგას ფილოსოფია გადმოვიტანე ყველაფერში, რასაც ვაკეთებ. იოგას მიღმა. და ეს ძალიან დამხმარეა. შენ თუ მიცემ უფლებას, ქართულ ოცნებას, შენზე იმოქმედონ, ზეგავლენა მოახდინონ, დაგაბნიონ, ეგ არის. ამ ყველა ამ რაღაცა საიდან მოტანილი კანონების ნათარგმნი და მოკოწიწებული რაღაცა სისულელეების მიზანი ზუსტად ეგ არის, რომ შენ გამოგიყვანონ წყობრიდან. ჩვენი ტიპის ქვეყანაში მართლა ვამბობ, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქონა და არსებობა არის ფუფუნება უკვე. Ja, მოგედით ვერაფერს. ვერ გავიგე პროკურატურაზე უკეთ თქვენ როგორ მუშაობთ და ისინი რას აკეთებენ იქ უბრალოდ სამარცხვინო არ მინდა ჩემი ქვეყანა ინდოეთს დაემსგავსოს. ანუ დამატებით ის რაღაცა რომ მივხვდეთ 1 წლის წინანდელი კომენტარია დაახლოებით. მე მივხვდი უკვე რა ფილმზეც არის ჩემი აზრით. თქვენ აი ქება თქვენც ამბობთ. ჩვენ სკამერებზე იქნება ეს აუცილებლად. Hello. Oh, I'm sorry. Can you hear me? I was calling you. ვერონიკა თაღლითია, ის თბილისის ოფისში ზის. მარსელი ვერ ხვდება, რომ მახეში გაება და თაღლითებთან ვაჭრობას იწყებს. მსხვერპლს ფულს როცა დასტყუებენ და ყალბ აქტივებში ჩაადებინებენ, ამას თაღლითები სამუშაო ჩატში დიდი ჟრიამულით აღნიშნავენ. კარგით, ხალხო, ხა დამეხმარეთ, მე კარგად არ ვიცი ეს კომენტარებს არ ჩავმჯდარო ესა და საქმე რაშია იცით, რასაც ყვებით არის სიმართლის მარცვალი და შეიძლება მარცვლებიც მასში, მაგრამ თქვენც იგივე თაღლითები ხართ, როგორიც ეგენი და თქვენს ყავთ შემკვეთი, რომელიც რასაც ჩაგბერავთ, იგივე ითქმება. სულ ვიღაც აგენტები ვართ, რუსეთის აგენტებიც ვართ, თურქეთის აგენტებიც ვართ, ბრიტანეთის აგენტებიც ვართ, ამერიკის შეერთებული შტატების აგენტებიც ვართ, აგერიან და სუსის აგენტებიც ყოფილ ვართ. ყველაფერი კი არ უნდა ილაპარაკო. ამ გუნდის შექმნა არ იყო მარტივი, ძალიან ბევრი წელი დასჭირდა. მაგრამ ეს გუნდი არის ძალიან მაღალფუნქციური გუნდი ყველა მიმართულებით. ანუ საქმეში ერთია რას აკეთებენ პროფესიულად, მაგრამ როგორი ადამიანები არიან და როგორი გუნდური გუნდია, ეს ცალკე ამბავია. ან მე მარტო არაფერს კეთება არ შემიძლია. მე გუნდური მოთამაშე ვარ ყველა სიტუაციაშიც, ოჯახშიც, სამსახურშიც. და მჭირდება ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის კარგად ესმით და ერთმანეთის გადარჩენა არის პრიორიტეტი. რამდენიმე კომპანია იყო ჩართული, მაგრამ ამას რაც ევალებოდა მართვა თანამშრომლებს, მოკლედ 2500 კაცი. ჩვენ შემთხვევაში არის ეგეთი, რომ ანუ უკვე საიტზე რო არის დადებული, შეიძლება მაშინაც კი დავსდევდა ნინოს, რომ ნინო ეს ჩასწორ. აი აქ რაღაცა ნახე, კიდე რაღაცა ამას თქვენი, ეს ეხლა დაამატე, ეს შეცვალე, ეს რაღაცები და ბოლოს უკვე ნინო როგორიც რომ შეეშვი ამ თემას, თავი დაანებე, ნუღა ეძებ. იმიტომ რომ შენ ყოველთვის გაქვს შეგრძნება, რომ რაღაცა გამოგრჩა, რაღაცა ვერ დაინახე, რაღაც შეიძლება არასწორად გაიგე, რაღაც შეიძლება სხვანაირად იყო და შენ სხვანაირად აღიქვი.
ეს განგრძობითი მომენტია, სულ შენ გონებაშია, სიზმრები მოდის მერე, გესიზმრება, აი 2-3 თვის მერე მოდის ხო სიზმრები ვერ მგონი და ეს გმირები გესიზმრება გონებაში. გააჩნია რამდენად იჭედები სადღაც და რამდენად საფიქრი გაქვს და რაღაცა მისაკვლევი უნდა შეძრე გამოძრე მოუარო აქეთ-იქით და ეს მიყვება. აი ჩვენ ხანდახან ვართ ხოლმე რა თქმა უნდა ხან ვინ გავსულვართ ყავაზე და რაღაცა და ისევ მაგაზე ვიწყებ ლაპარაკს და მე ვიღაცა იყურებს რომ გაჩერდით. ახლა მოდით სხვა თემაზე ვისაუბროთ რა. ჟურნალისტური გამოძიება ტანკერ სილვარზე აი ფაქტმა ჩაატარა. ირკვევა რომ ტანკერი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს. რომელიც რუსულ ჩრდილოეთ ფლოტთანაა დაკავშირებული. ამაზე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება აი ფაქტმა მოამზადა. სამწუხაროდ ნათესავების დაბადების დღეები და რაღაც მნიშვნელოვანი თარიღები არაფერი არ მახსოვს, მაგრამ არ დამავიწყდება, რა მჭირდება იმ მომენტში ვინ რამდენი ლიტრა, მოდი ესე ვთქვათ, ან ტონა, ნავთობი შემოიტანა, ან გაიტანა, ან რა ვიცი, რამდენი გადაიხადა, აიღო ტენდერში რამდენი პროცენტით მოიმატა მისი ღირებულება და ასე შემდეგ. გემებიც კი, აუცილებლად გემების სახელებიც. ეს რაღაც ჰობია, დღეს დილითაც გავიღვიძე, პირველი რაც გავაკეთე, სანამ საწოლიდან ავდგებოდი, იყო ერთ-ერთი გემი, რომელსაც ვაკვირდებოდი, შევედი ტელეფონის აპლიკაციაში, ვნახე რომ გემი დაიძრა. დღეს რატო არ არის სრული დიქტატურა ამ ქვეყანაში. ან ვინმე დაუსვა ეს კითხვა საკუთარ თავს, მე ბევრჯერ დაუსვი და მე მგონია იმიტომ არ არის რომ მედია აქ დარჩა და მედია დგას და ვიბრძვის ისე როგორც შეუძლია. და სრული დიქტატურის დამყარება სჭირდება მედიის გაქრობა პირველ რიგში. კონდა თუ არა წინასწარ ბრიტანეთის ბრიტანული მხარის მხრიდან აი ფაქტს ინფორმაცია რომ მოხდებოდა კონკრეტული ტანკერების დასანქცირება. მართო პარტიაში ამბობენ რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს მათ შორის. ფაქტობრივი შეცდომა, ანუ ჯერ დაასანქცირა ბრიტანეთმა და მეერე ვახსენეთ ჩვენ ახლა იანვარში დავდეთ და ესე სექტემბერში დაასანქცირა. ასეთმა სიტუაციამ, რაც ამ ქვეყანაში ახლა იდენტურმა სიტუაციამ დახურა ძალიან ბევრი მძლავრი ფეხსამდგომი მედია რუსეთში და ბელარუსში. კი, დაიხურა. ხო და ჩვენ გავძლებთ? ჩვენ გავძლებთ? მე იმედი მაქვს რომ გავძლებთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ არც ბელარუსი და არც რუსეთი. ჩვენთან ეს სხვაგვარად მოხდა. თავიდანვე სხვაგვარად მოხდა, ჩვენ ვიგრძენით თავიდანვე ხალხის მხარდაჭერა. ის რომ რუსული კანონის გამო ქუჩები გაივსო, ეს ჩვენი მხარდაჭერა იყო. და ამან ჩვენ ძალიან გაგვაძლიერა. და მერე ამას მოყვა სხვადასხვა სახის გაერთიანებები, სხვადასხვა სახის ძალის გაერთიანება, სოლიდარობა. ანუ გადარჩენის გზა ერთმანეთს შენ მარჯვნივ და მარცხნივ ვინც დგას, მათზე ზრუნვაშია. თუ გინდა რომ გადარჩე, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. სხვაგვარად ვერ. რაც არ უნდა ლაშატალახაძეები ვიყოთ ფიზიკურად, ვერ გადავრჩებით. იმიტომ რომ დავინახეთ ფიზიკურად ლაშატალახაძეს რა ემართება, როცა ცუდი ხალხის გარემოცვაში ხვდება. სანახე შეოჯახაშენებულო აი ხალხი. სანახე არა? სანახე, სადა? ძალიან დიდი მადლობა, რომ არსებობთ და როგორც ქალბატონმა თქვა, მე ამათი კუბო დავდგი მაგ კოსმოდრომში. შენ გავაკეთებ ხო? ხო.
რუსული პრავფონდიდან გამოჩვენა ძალიან ბევრი დოკუმენტმა, რომელიც ჩაუვარდა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია OCCRP-ს და ეს დოკუმენტები გაგვიზიარეს ჩვენს. ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ესეთი რაღაც ვიპოვე ამ გამოჩვენილ დოკუმენტებში, რომ რუსეთის მოქალაქეებს გურიაში უნდათ კოსმოდრომის აშენება და მაშინ გავიქეცი გოგორთან და ვუთხარი ეს და რაღაც მოვინიშნე ამ შევინახე ეს დოკუმენტები. პარალელურად დოკუმენტებს აგზავნიდნენ საქართველოს შესახებ რუსეთში, წერდნენ როგორი შეიძლება იყოს სამშვიდობო გეგმა საქართველოს და რუსეთს შორის. ახლა ნამდვილად უნიკალური მომენტია, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება მოქმედ ადეკვატურ მთავრობასთან. ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ არის რეალისტური პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. აი ეს ქალბატონები არიან, რომელიც ახლა 8 მილიონ დოლარს გთხოვს. Исторический завод, сейчас его реконструируем, сейчас, как говорится, делаем все. და ეს რო კოსმოდრომის მშენებლობას აპირებენ და არა ამისას, ეს გაიგეთ ხალხისგან როდის დაახლოებით? დაახლოებით გევიგი ასე 5-6 თვის მერე. მაგის არავითარი კონსერვი არ უნდებიან რომ აგი გაკეთება მაგისო. ხო, შარენა, ბაშები. ცალია ხო, ცოტა ხანი გავიაროთ. ყველაზე მითხარი ის დრაფტი ვნახე, კომენტარები მიგიწერე. მგონია რომ აი ეს მეოთხეა ის სკოლა, რომელიც გასარემონტებელი იყო, მაგრამ მერე სულ დაანგრიეს და დატოვეს ისე დანგრეული. ეგ არის საინტერესო, ხო? ნახე, არ არის აქ სატენდეროში ატვირთული მიზეზი თუ რატო იყო ეს სკოლა დასანგრევი. ხო არის ხოლმე სკოლებზე რამდენჯერმე მუშავია ექსპერტიზის დასკვნა, სამხარაულის დასკვნა. რატო იყო დასანგრევი, ანუ არ წერია. კაი, ეგენი უნდა გაარკვიო, რატო დაანგრია კომპანიამ. მაინჩა. ბატონო. შენ რამდენი ხანია მუშაობ აიფაქტში? 2019-დან 7 წელი გახდება ახლა ივლისში. განიშნული მაქვს ეგ თარიღი. 7 წელი გახდება 9 ივლისს. აჰა, ანუ 10 წლიდან 7 წელი აიფაქტში ხარ. რომელი 10 წლიდან? რაც აიფაქტი არსებობს. ხო, ეგრე გამოდის კი მე 7 წელი. კი მალე გავიდა საქმე. აი, ყველაზე ადვილით დავიწყებ მაშინ. ვინმეს მოპარა შეერგოს რაც. ნუ ფუფუნების რომელიმე ეპიზოდი იქნება. ეხლა რომელიმე არ ვიცი, რომელი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფუფუნება ხო. მაგაზე ბრაზდებიან, რომ რატო უთვლით სხვას. უძრავ ქონებასო. ნუ შეერგოს რა ვიცი კი ბატონო. გაიხედეთ მაგას. ეგ დამალული სახლი, რომ მაინც და მაინც ბინოკლით გვიწევს, რომ შევხედოთ, არის გიორგი მიქაუტაძის, რომელიც არის ჩვენი სასამართლოს კლანის მნიშვნელოვანი დასაყრდენი ფიგურა წლების განმავლობაში. ჩემი ჰობი არის, როცა დამაცდის ქვეყანა, როცა მაქვს დრო და საშუალება, ლაშქრობა მთაში და წინა შაბათ-კვირას ვიყავი ესე ლეჩხუმში. და იქ ჩემი ხმა, რაღაცას რომ საუბრობთ, უბრალოდ ხმაზე მithod, შენო მიშარახარო ექსკურსიებს რო აწყობა და უცებ მართლა ვერ მივხვდი უცებ, აი ხო ის რაღაც სახელს რო გეძახიან და უცებ რო ვერ ხვდები რომ შენ გეძახიან და მე მეორე მითხრა რომ კი კაცო ეგ არისო მაგანიცის ვისა აქ ყველაზე მდიდრული სახლიო და აი მაგ გალავანს რასაც ხედავ, შიგნით არის ეგ მდიდრული სახლი. რომელ სოფელს არ აყავს ოლიგარქი? ხო, მე მგონი ეს ახლა მეორდება. კომენტარები, ესეც ვიცოდი და არ იქნება სამართლიანი. ეს ხო, ეს დუზაგრამასია ჩვენი აი. რომელ სოფელსა? ხო, ესეთი სათაური გქონდა დუზაგრამას ოლიგარქი. ეს ეხებოდა სოფლის, ანუ მერის წარმომადგენელს, მე და კაჭური ვიყავით ამ სოფელში. ეს არის
იორმუღანლოს თემში შემოვალი ერთ-ერთი უზაგრავატარა სოფელია, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ეთნიკურად და ეს კაცი ესე ოსტატურად ახერხებდა. ანუ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც კოლექტიურ სარგებლობაში ჰქონდათ მოსახლეობას, ესე ჩუმჩუმად აფორმებდა და მასწავლებლებზე იმებზე და ჩვენ რომ მივედით ერთ-ერთთან, ესე ვითხარით, რომ იქ გაქვთ მიწა და რას ლაპარაკობთ. ჩვენგან გაიგეს, რომ მათ სახელზე არსებობდა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული. ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ისმაილოვის ნაკვეთების ფორმალური მფლობელებიდან რამდენიმეს ვკითხეთ. სად მდებარეობდა მათი მიწები? გვაინტერესებდა თვალით მაინც უნახავთ თუ არა ისინი. ერთს გავიხსენებ, რომ აი არასდროს არ დამავიწყდება, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თემაზე მუშაობა, აი როგორ მივაკვლიეთ ამ სქემას, რომ ეს ერთი კაცი როგორ ისაკუთრებდა ამ ხელა მიწა 90 ჰექტარს და აი ადგილზე რომ ჩავდიოდით და ყველა რომ ჩვენგან იგებდა რომ თურმე მათ სახელზეა ეს მიწები და ამათმა საერთოდ არ იციან, აი არ ვიცი თითქოს თვითონაც მე ნერვიულობდნენ რომ კი მაგრამ როდის იყო ამ ხალხმა არ იცის უმრავლესობამ წერა კითხვა და მარტივი იყო ესე ვთქვათ მათი მოტყუება. ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის საყვარელი გამოძიება არის აი ფაქტში სოციალურად დაუცველებთან მუშაობა, სადაც მე და ეთო მოვიარეთ ერთ ზაფხულს სხვადასხვა რეგიონები და ნახეთ წინასაარჩევნოდ რეალურად როგორ ამუშავებდნენ ამ ადამიანებს არჩევნებზე, რომ ზემოქმედება მოეხდინათ და დღესაც მგონია რომ ეგ ნაშრომი იყო ერთ-ერთი აი ამ წინასაარჩევნოდ უტყუარი მტკიცებულება, რაც სისტემურ ხარვეს ამხელდა. იქაც სერიოზული მტკიცებულებები ჰქონდა, უშუალოდ მერები, რომლებიც აღიარებდნენ, რომ მუშაობდნენ სოციალურად დაუცველებზე. თან როცა იცი რა შრომა არის ჩადებული ამ თითო ნაშრომის მიღმა და შემდეგ სხვები რომ ძალისხმევას წაკითხვაში ვერ დებენ, ცოტა არასასიამოვნოა. შევეჩვიეთ ჩვენ ამას, იმიტომ რომ ნინოს დიდი წვლილი აქვს ამაში, სულ იმეორებს ხოლმე როცა არის, რომ აი თქვენ ახლა ამაზე არ უნდა კონცენტრირდეთ, რადგან ამ მასალას არ მოყვა ის, რასაც ელოდებოდით თუნდაც და არ უნდა ჩამოვყაროთ ყურები, იმიტომ რომ აუცილებლად დადგება დრო და ის მომენტი, როცა ჩვენს მასალებს ვიღაცა გამოიყენებს და ამ მასალებით ვიღაცები მოკლედ გასამართლებიან თუნდაც. რაც მუდმივად გამოძრავებს ამ ბავშვში არის რომ შენ აქ გაქვს შესაძლებლობა მუდმივად შენი პატარა მწვერვალი დაიპყრო. იპოვე ვიღაცაზე ერთ რაღაცა, შენ უკვე ერთი მწვერვალი დაიპყარო, ნახე რა მაგარი ვარ, ამას მივაგენი. რაღაცა სხვა ახალ ამბავზე გახვალ, რაღაცა სხვა კუთხეს აღმოუჩენ, მანდაც ან შესაძლებლობა გაქვს ყოველდღიურად პატარ-პატარა მწვერვალები დაიპყრო და ამის ფუფუნებას მაძლევს მე აი ფაქტი. არაერთხელ ყოფილა რომ მithქვამს რომ ხალხო ამ თვეში არ იქნება უბრალოდ ფული არ აგვაქვს და უთქვამთ ყველას ცალცალკე მოუწერია ერთადაც უთქვამთ მაგრამ ცალცალკეც მოუწერიათ რომ აი რამდენ ხანსაც საჭირო იქნება არ შეგეშინდეს ჩვენ აქ ავართ და ეგ არის ყველაზე ძვირფასი რაღაცა რაც არის და ამიტომ აი ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ მორჩა ამას აღარ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს ხალხი მაძლებინებს მაგას გამარჯობა. მანანა. კოსმოდრომი. ხალხო. მორიგი. გზავნილი ფოთიდან. კაცია ესენი არიან კოსმოდრომი. კიდე ერთი ხო ვის სახელზეა ხო ეს არის სვეტლანა შკრიაბაინა ხენატუკი კი სვეტლანა მაგათია აი აბა ვნახოთ რა უნდათ გავიგეთ რიგით მესამე გავიგოთ აჰა ეს უფრო სქელია ხო ვაუ მოიცა ეს რა არის დისკია რა საქმე მოსამართლის თანაშემწე გრეტა ჩიქოვანი გიულია რა არქიპოვა არის მოსარჩელე და მარია არქიპ აი მოსარჩელეები 29 მაისს აქვს
საქართველოს კანონმდებლობით მორალური ზიანის ანაზღაურება გულისხმობს ფულად კომპენსაციას, რომელიც ეკისრება ზიანის მიმყენებელს დაზარალებულისათვის 8 მილიონი აშშ დოლარი. 8 მილიონი. აი ფაქტ დაიკითხეს მორალური გადახდა რაჩია ეს 8 ახლა ძალიან გვიჭირს, ძალიან რთულია. მესმის რომ რედაქციები დახურეს, ხალხი გაუშვეს, რაღაცები, მძიმე რაღაცები მოხდა მედიაში. მაგრამ საერთო ჯამში ეს მედიის ეკოსისტემისთვის იქნება მაინც უფრო გამაჯანსაღებელი პროცესი, ვიდრე დამაზიანებელი. საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, მედია არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ფეხზე უფრო მყარად დგას ვიდრე სხვები. ბევრი ვიღაცეები წავიდნენ ამ ქვეყნიდან, სამოქალაქო სექტორი მათ შორის, დახურეს ორგანიზაციები. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არსად არ წავალთ და ვერავინ ვერ გვეტყვის, სადმე წადით. იმიტომ რომ ყოფილა მაგალითად უცხოელი პარტნიორებისგან შემოთავაზება, რომ თქვენთვის აღარ არის უსაფრთხო საქართველოში ყოფნა და წადით, გამოდით. და ჩვენ ვამბობთ, რომ არა, ჩვენ არსად არ გავალთ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ გარედან ვერ ვიფუნქციონირებთ ისე, როგორც შიგნიდან. და მე ვიცი სხვა მედიებიც, რომ აი ასეთი მიდგომით არიან, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, რომ ვიღაცა გვეუბნება გარედან, რომ წამოდით თქვენი ქვეყნიდან, დატოვეთ თქვენი ქვეყანა. ეს სახელმწიფო კი არა, მაკარ კოტრიაშვილის ქარვასლა, თავისი არქიელით გუბერნატორითა და ქაბატო ხანუმებით ქართულ ჯიგრურ პონჩში. რამდენი ხნია? არაწერია. ფილმზე თუ უნდა იყოს ქართულ ჯიგრურ პონჩზე, ხო, გელათზე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ქართულ ჯიგრურ პონჩში გადახურული რაღაცა ფრაზა გქონდა გამოყენებული და სავარაუდოდ მაგის პასუხი იყო ზუსტად ეს, ხო. გელათი დაზიანდა თუ არა, როგორ იცით ამ ბოლო ხანებში? ისე რაქსმენიათ? ტელევიზიით დაზიანდა. ხო, ვინ დააზიანა იცით? სახელები და გვარები? ამინდმა. ამინდმა? კაი. ნუ, კარტო პასუხი. მადლობა. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა საგამოძიებო ფილმზე, თამუნა ქიმაძე, ახლა შემოგვიერთდება ქუთაისიდან. დღემდე არ არის აწვირთული გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საიტზე არანაირი დოკუმენტი, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა გვენახა, რა მდგომარეობაშია ახლა, აი ამ დიდთოვლობის, როგორც თქვენ ახსენეთ, დიდთოვლობის და უხვინალექის შემდეგ მხატვრობა და მოზაიკა. აი ის რომ მკითხე ეს ამბავიო, რომ გამჟღავნდაო, ქვეყანა უნდა იქცეოდესო. ხალხო, გელათის სახურავში რომ სამშენებლო ნარჩენები ჩაყარეს, ეს რო ვთქვით საჯაროდ და რო ვაჩვენეთ დოკუმენტურად და ეს რო საერთოდ არც გაუგია ამ ქვეყნის დიდ ნაწილს, ან ეგ დოკუმენტები რომ ვნახე, იმ ღამეს ტირილით მოვკვდი. აი როგორ მოუვიდა ვიღაცას თავში, რომ სახურავში ჩაეყარა სამშენებლო ნარჩენი. როგორ გამოვიდა, იცი რომ ჩვენ დავრჩით ამ ქვეყანაში გელათის მემატიანე. ანუ რა დამართეს ტაძარს, მარტო ჩვენ სტატიებშია დოკუმენტირებული. და მე იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოვა ამ ქვეყანაში დრო, როცა ამას ვიღაცა გამოიძიებს და ჩვენი მასალები დაეხმარება. რომ აი ეს მოხდა ქრონოლოგიურად, აი ასე განვითარდა გელათის ამბავი და ამას რომ ვიღაცა გამოიძიებს და ვიღაცას დასჯიან, ამის იმედი მაქვს დიდი. ეხლა ჩამოდით გიორგისთან და ვასხამთ აი ფაქტის ღვინოს. ეს ღვინო მიშადოლიძემ გაჩუქა და მადლობა მიშას და ასევე მადლობა გიორგის რომ გვეხმარება სრულიად ესე მოხალისეობრივად. აი ფაქტის ღვინოს ვასხამთ მისჯერა. აბა, მე მგონი ეგ არის ჩამოისხა. კი ბატონო.
ეს მარტივი და სახალისო პროცესი თავის დაგეგმვაში რეალურად სულაც არ არის ესეთი მარტივი და გაგვიხარდება თუ ეხა თუ გახვალთ იქ გარეთ, ან შეიძლება უკვე გარეთ ნახულობთ ეზოში ამ ფილმს და მანდვე იდება ეს ღვინოები და იყიდეთ და ერთად ავწიოთ ჭიქა და გავაცლიოთ სიმართლე. ეს ჩვენი ღვინის ჭიქების ბრენდირება იყო წინა ღვინის ფესტივალზე. როგორც დაიფაქტე ამ membership-ის მეთოდზე რომ გადავიდე, ეს ძალიან ახალია ქართული მედიისთვის და აი 20 ლარი მგონია რომ ის თანხა არის, რომელიც შეგიძლიათ ეხა ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, გაიღოთ აი ფაქტისთვის და ამ მედიის არსებობისთვის, იმიტომ რომ ან თქვენ მინდა რომ თქვენც მოუაროთ აი ფაქტს, თქვენ შეიყვაროთ ეს მედია, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ნამდვილად არის ამ ქვეყნის მოქალაქეების უკეთესი, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და თვითონ თანხა, რა თქმა უნდა, მიზერულია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობის ამ საქმისთვის. აი ამ ეტაპზე 2000 ადამიანი გვჭირდება, რომ აი ფაქტი იყოს სრულად ან ჩვენი ძირითადი ხარჯები, რაც აქვს რედაქციას, სრულად იყოს დაფარული ამ ხარდამჭერების მიერ. მე მესმის, რომ კულტურა არ არის ძალიან ნელი იქნებოდა პროცესი, ეს ყველაფერი გააზრებული მქონდა, ბევრად ადრე ვიდრე ამას დავიწყებდით. მიუხედავად ამისა, მაინც ვთქვი, რომ ამ გზას უნდა დავადგეთ, რადგან მე მჯერა სოლიდარობის და მე მჯერა ერთმანეთზე ზრუნვის და მჯერა, რომ ადამიანი მაშინ გახდა, როდესაც სხვაზე ზრუნვა დაიწყო. სხვაზე ზრუნვა შეგვიძლია, მაშინ სხვაზე ზრუნვა იმასაც გულისხმობს, რომ ინფორმაცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.